პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან სკოლებში ჭადრაკის სწავლება დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემპიონებს დღეს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. თქვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ და დავამტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები. ერთ-ერთი სფერო, რაშიც მართლაც ვართ განსაკუთრებულ წარმატებულები, ეს არის სწორედ სპორტის სახეობა ჭადრაკი და მე მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება. ასევე მინდა ნინოს მიულოცო ვიცე-ჩემპიონობა. მიგილოცავთ და ჩვენთვის ასევე იყო ძალიან დიდი პატივი, რომ ევროპის ჩემპიონატი სწორედ საქართველოში ჩატარდა. მე მინდა განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით მივესალმო ქალბატონ ნინოს და დიდი მადლობა გადაუხადო მას მოგზაურობისთვის. ასე რომ ყველას გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას. განათლების სამინისტროსთან ერთად იგეგმება პროექტი საპილოტო ახლოს პერიოდში 100 სკოლაში იგეგმება რომ ჭადრაკის სწავლება იქნება, ეგრეთ წოდებული კასპაროვის მეთოდი შემოვა. უკვე საცილად არის 24 წლებში ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცეს, მეტ არჩევანს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სპორტის ეს სახეობა ვითარდება თავრობის ხარდაჭერით. მოვიმარჯვეთ პირველი ადგილი მოვიპოვეთ კონტურ ჩემპიონატში. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა პრემიერის ყურადღება, რაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ მთელი გუნდის სახელით. ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ გოგონებს ძალიან დიდი სიყვარული გვდახცილათ ჭადრაკის მოყვარულებისაგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ხარდაჭერა. ეს პრემიერმა მიულოცა გოგონებს ეს წარმატებები, გამოხატა თავის ხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო განვითარების პროგრამა, რომელიც 20 წელს მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომელიც ამ პროგრამიდან გამომდინარე არის.